დაბრუნდა. თუმცა ეს ცემის და გაზიარებული ფაქტი ჩემთვის ერთი ნიშნით არის სამწუხარო, რომ როცა ასეთ ამბავს გაიგებ, შენ თვითონ კი არ უარყოფ, რომ ეს წარმოუდგენელია. შენ იჯერებ. შენო საქართველოს ტელემაყურებელო, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო პრეზიდენტის კაბინეტში. აი, აქ არის ყველაზე დიდი ტრაგედია. ამის წარმოდგენა, რომ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების ორი პირი ამ ვითარებაში აღმოჩნდეს, არ კი არ გზარავს და წარმოუდგენლად მიგვაჩნია, არამედ ვიწყებ ამაზე საუბარს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. საბედნიეროდ არანაირი ფიზიკური შეხლა-შემოხლა არ ყოფილა, ეს შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, მაგრამ ორმხრივი ხმამაღალი საუბარი რომ იყო, ამის შესახებაც არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი მონაცემები. არის ყოველ შემთხვევაში გადაროსო, მე დღევანდელ ქრონიკაში წერია, თუ მეშლება იგივე ბატონო გაიდელი მე ახლა ვკითხე 7 ნოემბრის შემდგომ ისიც ავადმყოფობის პუნალობის გაგრძელების თუ რაღაც ამდაგვარი მოტივაციით გადადგა და როგორც ჩანდა ეს სქემა მუშაობს ფარად და როგორც დღეს ალბათ ბატონი გილაური რომელიც პირველი ზამი არის იქნება ჩვენი ამთავრობის დირექტორი საქმეში უშუალოდ ეს დემოკრატიული ტალღა რომელიც შეგვიდნენ და ვერადავეშას ეთობა გილაური ჩაუდგება ამ ძლევამოსი მისია სათავეს თქვენი არის გილაური კი არა ანგელოსთა გუნდი რო შევიდეს კაბინეტში ხო ნუ ერთხაც ნომავერჩი ხონებობს თუ აგნისეს მათ საქმის კეთების უფლება ცხადია შედეგი არ იქნება ხალხობა ამაზე მიდაკითხა ეხლა სესტატიური საუბარი ქონდა ჩემს საზრით ბატონ ზურაბ-ნუღაიძეს მან ფაქტიურად აღიარა რომ აი ამ თავდაცვისა და ძალოვან ესე ვთქვათ სექტორებზე არავითარი გავლენა არ ჰქონია ნუ რეალურად აღიარა მე არ ვიცი ეს რა ხელისუფლება გაქვს რაღაცით გავს ძალიან რუსულ იქაც ნომინალური იყო ისტორიულად ბოლო ათწლეულში პრემიერ-მინისტრები ახაც ნომინალურები არიან იქაც გარკვეულ სფეროებში პუტინი არ ახედებს და აქ სააკაშვილი არ ახედებს პრემიერ-მინისტრს ძალოვანებზე პირდაპირ პროკურატურა ძალოვანების უყურა ეს კანტორა მხოლოდ მისი საუფლო არის და თავადბრძანა შემოსავლები და ბანკები და ასე შემდეგ აი რატომ გვაქვს ჩვენ ხელისუფლება ესე მახეჯად დანაწევრებული და რა პერსპექტივა აქვს 2000 წელს ზოგიერთ კაცი აგერაკა ჰერაკლებში იძახილო ამაშენება შევეშვა დემოკრატია შავეხუტეოს დაიწყოს ამით გადაანაწილოს ფუნქციები შეიძლება ლანომერაბიშვილი შეიძლება ძალოვნებს და თუ უნდა რომ გადარჩენ მე მგონი ერთადერთი გამოსავალი მას ეს უნდა გქონდეს არაფერი ნუ შეიძლება არ თუ კარგი ანალოგია მაგრამ ვიცნობ ბევრს ვინც აპირებს სიგარეტის წევისთვის თავის დანერებას ორშაბათიდან ხო ესნობილი თემაა ძალიან იცის რომ ესე იგი მავნებელია ეს სიგარეტი მაგრამ აი ორშაბათიდან დაანერგა მე მგონი ასეა ჩვენი პრეზიდენტის და დემოკრატიის საქმე ყოველი ორშაბათიდან ვაპირებთ ქვეყანაში დემოკრატიის დანერგვას მაგრამ როგორც კი გავაცნობიერებთ რომ კიდე იქნება შემდეგი ორშაბათი ამიტომ გადავდეთ და გადავდეთ ახსნებდა უკვე ორშაბათი დავიდა 2009 წელია პირველი ორშაბათია ეს დღეში ამერიკაში ფიზდადებს ახალი პრეზიდენტი და ამავდებულებები გამოვა ახალი რასაძურებია ნამდვილად ნეულია რომ შევდეს დღეს საქართველოს პრეზიდენტის არა მხოლოდ პიროვნულად არამედ თანამდებობრივად და ამიტომ მიყვის ასეთი დაშმაგებით რატოა უკვე ზაობა ათეულობით ადამიანის ამ თანამდებობის დასაკავებლად მაგრამ თქვენ რო ბრძანებდით პუტინი ახსენეთ ხომ როცა ვიხსენებდი ანალოგიურ ნაბიჯებს ქართული ხელისუფლებისას რასაც პუტინი დგამდა მხოლოდ ერთი ნაბიჯი არ ჰქონდათ გადაბრუნებული საზღვარგარეთიდან საკუთარი ელჩი არ ყავდათ ჩამოყვანილი პირდაპირ პრემიერ-მინისტრი ეს ნაბიჯიც გადავდგა ფრატკოვი მოიძიეს თავის დროზე პრემიერად ბრიუსელში ჩვენ ანკარაში მოვიძიეთ და მართლა ღირსეული პროფესიონალი
დიპლომატიის სფეროში, ხალხია მისთვის ნაკლებად საცნობ ველზე ვერ დამკვიდრდა, მით უმეტეს თუ იგრძნო რომ აბსოლუტური დეფიციტი აქვს. განსხვავება გალობნიშის და ნოღაიდელს შორის. ნოღაიდელი გათანხმდა იმ თამაშის წესებს რაც შესთავაზეს და მშვენივრად მოიწყო ცხოვრება სახელმწიფო ასპარეზიდან. მიხარია რომ ახალგაზრდა კაცი ვერ შეეგუა თამაშის იმ წესებს, რომელიც იქნებოდა პრაქტიკულად აბსოლუტურად ნომინალური. რადგან თქვენ თავად დაიწყეთ ამას საუბარს, ეს შეგეკითხებით, რომ არის ხო და ვახეგეთ წესები არის? შორია სტამბოლი ნახო. როგორც ჩანს, კაცი თუ არ ცხოვრობს თბილისში და კავკასიას თუ არ უყურებს, ვერ ხვდებია ქვეყანას. ჩვენ ახლა კავკასიის გადაცემები სერიოზული თემაა, ბატონო, ძალიან სერიოზული თემაა. ხელმწიფის ნაშეთ უჩახტები, მისი ეფექტები ჩაგინდა იქნიოდა, არ მოიქნოდა, უნდა წახვიდე. Very problematic. Შემიძლია აკითხოთ ეს იგივე ქრონიკაში, ბატონო, რეზოლუცია შეგიძლიათ საინტერესო წერილი და საინტერესო მინიშნებები აქვს. არის ისევ ამ ყველაზე სტატიას უბრუნდელი არის უნება კაი იქაც სამეფო ხელისუფლებაზე უარი თქვაო ამ კაცმა სააკაშვილს რომელიც და დემოკრატია უნდა ჩამოაყალიბოს იქ ჩამოაყალიბოს. არის ვაშინგტონის მაგალითი ხო მოყავს შეიძლება ყოველთვის ეთახმებით. და რა ეს კლიპი დაიწყო ამ ადამიანმა 4 კაცი ბარებს თურმედა ეს შეიძლება 2020 დაიწყო მაგრამ ეს რეალიტი შეიძლება აღგზავნო ჩარესკრებზე და რაღაცებს საუბარი მაგრამ თავად ეს ნაბიჯის უბიძგებს მას რომ იძულებულია ნუ გადის ყველა მისი გონდა იძულებულია რომ საზოგადოებას დაელაპარაკოს აი ეს მიმანიშნებელია რომ ძალიან მაკრიზისია რეჟიმი შეიძლება რომ უახლოეს კვირეებში არწეებში ამან მოხერხოს. ეს ცდელობა იცით მასლა ეს შემთხვევა როცა განტირულთა სულისკეთება შეიძლება ამაო იყოს რადგან წლების განმავლობაში ჩარეცხილად წოდებულ ადამიანებს როცა იმდაურს უგზავნის ახალწლო ეს უკვე ამ ძვერის მიმღების გადასაწყვეტია როგორ მოექცევა ამ იმდაურს და რაც არგოსახვები ექნება მას ის ჭამას დაიწყებს. ასე თუ ისე უკვე სადღეგრძელოც გაჩნდა საახალწლო ცუფრებზე იმ ჩვენ თანამემამულეს გაუმარჯვოთ რომელთაც იმ დაური არ ერგოთ. ანუ იმ დაური გახდა უკვე სრულიად სხვა ნიშნის მატარებელი და საცივი როგორც კერძი გახდა მეორე ხარისხოვანი რადგან პოლიტიკურ დაწესვას თუ მიიღებდა ჩვენ ცნობიერებაში იმ დაური ნამდვილად წარმოუდგენელი იყო. და სია რაც ვიცი ხო ვისაც მიუღია არ მიუღია ძალიან საინტერესო ანალიზის საფუძველს იძლევა. და რასაკვირველია თბილისში არც იმალება ვინ რა გზნობებით შეხვდა ამ დღეს. თუმცა ვფიქრობ რომ ეს კიდევ ერთი გასროლა რომელიც მიზანს ვერ ახდენს და არ ამგონია რომ რომელიმე გონიერი ადამიანი ერთი ინდაურით იცვლიდეს პოლიტიკურ სახელმწიფოს. ასე გვაგრედიკებენ ახლა თეორიული საუბრები არ გიდო კონკრეტულად როგორ მოიცვა ხუთშაბათს ბატონო ხუთშაბათს ოღონდ ახლა აქ ხუთით საიდუმლოებებზე საჯაროდ არ საუბრობენ ჩემი წინაროსპონდენტი კიდევ სხვადასხვა ეს საიდუმლოებს დამატებებიეთ დუდამაზუსტებიეთ რომელ ხუთშაბათზე აქვს საუბარი. კარგი საზოგადოება მადლობა გითხრათ კონსერვატორები ძალიან საინტერესო მოსაუბრე ხარ და დიდი მადლობა რომ გასწავლეთ პატრიოტოს კარისფილი გახდა ჩვენი სტუმარი მადლობა ვისმენდით კარგად დადებოდეთ ნახვამდის